მოგესალმებით, მე ვარ Geo Studios ერთ-ერთი მთავარი ადმინისტრატორი. მე მსურდა რომ გამეკეთებინა gameplay. ამისთვის მე ჩავვრთე თამაში Minecraft-ი და მსურს რომ დამწყებელთათვის გავაკეთო Minecraft gameplay-ები. ეს არის თამაში Minecraft-ი, ვინც ახლა ხანს დაიწყო Minecraft-ი, შეგიძლიათ მიყუროთ და რაღაცებს გასწავლით. ჯერჯერობით ჩვენ არ გვჭირდება ქსელური თამაშები, ჯერჯერობით ჩვენ უნდა ვისწავლოთ თამაში solo match-ში. ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ world-ი. ვახჭერთ სამყაროს სახელს, ანუ ჩვენს world-ის სახელს ამაშობაში წერთ Geo Studio-ან, რადგან თქვენი სურვილის ამით. ეს არის თამაშის სტილი, გადარჩენა რეალიზმი და შემოქმედებითი, ინგლისურად რომ ვთქვათ, კრეატივი, სურვივალი და ადვანტური. ჩვენ ამასობაში გვინდა სურვივალი. გადარჩენა, ანუ ეს არის ჩვენ არანაირი კრეატიული სტილის არ გვაქვს, ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ საკვები და ასე შემდეგ. ეს მეტი არჩევანი არის. შეგვიძლია ბრძანებები გავაკეთოთ game mode და XP და ეს უკვე მე დაგვჭირდება. ჯერჯერობით სხვა არაფერი არ გვჭირდება და გავაკეთოთ ახალი სამყაროს შექმნა. რამოდენიმე წამით უნდა დავალოთ, რადგან სამყარო შეიქმნას. მოგახსენებთ, რომ ჩვენი ვიდეოები ალბათ არ იქნება 5 წუთზე მეტი, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება. ყოველი ვიდეო გაკვეთილი იქნება და gameplay-ის, ანუ სწავლების ნაირი ვიდეოები რომ გავაკეთოთ ახლა Minecraft-ზე, ეს იქნება 5 წუთიანი დაახლოებით. ჩვენ გასწავლით ყოველ დღე მე პირადად გავაკეთებ ხოლმე რაღაც crafting table-ში, რაღაცებს გავაკეთებ ხოლმე Minecraft-ისთვის და ესე დამთავრდება ვიდეო გაკვეთილი და gameplay. თუმცა ეს იმიტომ არის 5 წუთიანი, რომ ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ ვიდეოს, ამიტომ არ იფიქროთ, რომ ეს იქნება ერთხელ 5 წუთიანი და ცოტა არის, ეს არ იფიქროთ. აქ ცოტა გაიწელა, ალბათ იმიტომ რომ ვიდეოს ვიღებ, ამის გამო გაიწელა. ეს შექმნა, შეიქმნა. თავიდან 2 წამით დაახლოებით ესე ცოტა ხანმა დაველოდოთ, რომ სამყარო ბოლომდე ჩაიტვირთოს. შეიქმნა სამყარო, წყალში მოგვიწია თავიდან. აქ ცოტა თუ ბოდიში ხდის თუ ცოტა სჭედავს, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება ისეთი კომპიუტერის, რომ არ გაჭედოს. კარგით, ეს არის world-ი Minecraft-ის. ვუწხედავთ. კაცად ნუსხის ფორდინგი იყო უცე. კარგით. ეს არის ჩვენი ინვენტარი, ეს არის ჩემი სკინი, ანუ ყველას არ იქნება ესეთი სკინი, თავიდან იქნება ყველას ნორმალური Steve სკინი, შემდეგ გასწავლით კიდევაც როგორ უნდა გავაკეთოთ სკინი Minecraft-ში. რა გჭირდება თავიდან Minecraft-ისთვის? რა თქმა უნდა, თავიდან დაწყებისთვის ჩვენ არ გვაქვს არანაირი შესაძლებლობისთვის, რომ ვიყოთ ძლიერი მოთამაშე, ამიტომ უნდა მოვჭრათ ხეები. ეს არის ჩვეულებრივი მიწა. ხეები მოჭრილია, შემდეგ გავხსნით ინვენტარს და აქ ჩავაგდებთ ამ ჩვენს მოჭრილ ხეებს. შემდეგ კი გამოვა მუხის ფიცრები, ვაჭერთ შრიფტს და ვაჭერთ მარცხენა ღილაკს მაუსის, რომლიდან ყველა ჩაიდვირთოს. ესეც 16 მუხის ფიცარი გვაქვს, ასე ვდებთ ამ იმეებს და გამოდის დაზგა. დაზგის მეშვეობით ჩვენ დაზგის მეშვეობას უნდა გავაკეთოთ სხვადასხვა ნივთებით. მაგალითად, ახლა ჩვენ გავაკეთებთ ჯუხს და გავაკეთებთ ესე მოძრაობას და გამოვა ხმალი. ასევე შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ იმისათვის, რომ აძოთ მოგვიხდეს ხეების მოჭრა, ნაჯახი. და კიდევ სათადარიგო ხმალი დაგჭირდება, რადგან ხის ხმალი არ არის ძლიერი, რომ დიდხანს გაძლოს, ამიტომ სათადარიგო ხმალიც არ არის უდიკო. ასევე დაგჭირდება კიდევ ერთხელ ჯოხი. ასე გავაკეთოთ და ეს გამოვა ნიჩაბი. აქ ჩავაწყოთ ყველაფერი. მოვევარჯოთ ჩვენ ახლა ხის ნაჯახი არ გვჭირდება. 1 ჭირდება უფრო, ჭირდება ნიჩაბი, რადგან ადვილად ჩავწყალოთ მიწა. 2 ჭირდება ნიჩაბი, რადგან ადვილად ჩავწყალოთ მიწა. 3 ჭირდება ნიჩაბი, რადგან ადვილად ჩავწყალოთ ნიჩაბი. 4 ჭირდება ნიჩაბი, რადგან ადვილად ჩავწყალოთ ნიჩაბი.
აშკარად იგრძნობა ახლა შედეგი. ხეები უფრო ადვილად იჭრება. და ისევ გაკეთდება მუხის ხე. მუხის ფიცრები. ეს იყო ჩვენი პირველი ვიდეო გაკვეთილი. მოგახსენებთ, რომ ღამე აკვე არის ახლა სკელეტონ ტრაპები და ზომები. ის გამოც საჭიროდება ხმალი და ცხოველებიც უნდა მოუყოლათ, იმისთვის რომ გქონდეს ფუდის საშუალება, საჭმელის. და ეს ყველაფერი კი ვიხილოთ შემდეგ ვიდეო გაკვეთილში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.